სახელითა მამისათა და ძისათა და სული საწმინდისათა. მაღალ ყოვლადუსამგდელო ესნო და ყოვლადუსამგდელო ესნო, ბეუფენო, ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ 12 მოციქულის ხსენებას და სვეტი ცხოვრობას. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას. დღეს არის აი ამ წმინდა ტაძრის დღესასწაული, ვინაიდან ის აგებულია 12 მოციქულის სახელზე. ჩვენ ხშირად ვერ ვაცნობიერებთ, რაოდენ მადლიერები უნდა ვიყოთ წმინდა მოციქულების, იმისთვის რომ გვწამს უფალი იესო ქრისტე, რომ შეგვიძლია მას ლოცვით მივმართოთ, რომ ქრისტესნი ვართ და შეიძლება ითქვას, რომ დღეს ჩვენ ცოცხლები რომ ვართ, ეს მოციქულთა ღვაწლის დამსახურებაა, რადგან ქრისტიანობის მიღებამ და მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულებამ ჩვენი ერი გადაარჩინა და მოიყვანა დღემდე, გადაარჩინა ფიზიკურათაც და სულიერათაც. ქრისტეს მოწაფეებმა სამოციქულო ღვაწლი აღასრულეს თავიანთი სიცოცხლის ფასად. თავდაპირველად, როდესაც ისინი იერუსალიმში ქადაგებდნენ, მათ დევნიდნენ, სცემდნენ, აპატიმრებდნენ, ყველანაირად ტანჯავდნენ და აწამებდნენ. შემდეგ, როდესაც ისინი საქადაგებლად წავიდნენ შორეულ ქვეყნებში, მიდიოდნენ უდაბნოებში, მიცურავდნენ ზღვებზე და როგორც წერს წმინდა პავლე მოციქული კორინთელებს, მათ უწევდათ უამრავი გაჭირვების და განსაცდელის გადატანა. იგი წერს, ჩამოთვლის აი ამ განსაცდელებს. განსაცდელი დინარეებზე, განსაცდელი ზღვაში, განსაცდელი ქალაქში, განსაცდელი უდაბნოში, განსაცდელი ავაზაკებისგან, განსაცდელი წარმართებისგან, განსაცდელი თვის ტომთაგან, განსაცდელი ცრუ ძმებისგან, შრომით და რუდუნებით, ხშირად ღამის თევით, უძილობით, შიმშილით, წყურვილით, სიშიშვლით და სიცივით. აი როგორ სიტყვებს ამბობს მოციქული. მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი ყველაფერ ამას იტანდნენ და ხარობდნენ, რადგან მათი გულები იმდენად სავსე იყო სიყვარულით და სიბრალულით ყველასადმი, მათ არ შეეძლოთ ეს ქრისტეს მიერი სიხარული მათთვის მხოლოდ თავიანთვის დაეტოვებინათ. მათ უნდა გაეზიარებინათ ეს სხვებისთვის და გადაეცათ. და მათ იცოდნენ, რომ ეს დროებითი შრომა და გაჭირვება დიდ საზღაურს და გვირგვინებს მოუტანს მათ. და როგორც იცით, არც ერთი მათგანი არ გარდაცვლილა თავისი სიკვდილით. ყველა მოწამეობრივად აღესრულა, გარდა წმინდა მოციქულ იოანე ღვთისმეტყველისა. ისინი ან ჯვარს აცვეს, ან თავი მოკვეთეს მათ, ან სხვაგვარად აწამეს. და აი ძვირფასო ძმებო და დებო, დღევანდელი დღესასწაული მოწოდებაა ჩვენთვის, რომ მივბაძოთ მოციქულებს ქრისტეს სიყვარულში და ერთგულებაში. უფალი ხომ მეც არაფერს არ მოითხოვს ჩვენგან, გარდა მისდამი მთელი გულით სიყვარულისა და ერთგულებისა და მცნებების დაცვისა. და ვისაც უფალი უყვარს, ის მის მცნებებსაც იცავს. რადგან როცა შენ ვინმე გიყვარს, ყველაფერს აკეთებ იმისთვის, რომ მისგანაც დაიმსახურო სიყვარული.
დაიწმინდა იოანე ოქროპირი ამბობს ესეთ შესანიშნავ სიტყვებს, რომ ჯეროვნად გიყვარდეს იესო ქრისტე, ჯეროვნად გიყვარდეს. ეს არის სასუფეველი ცათა და ეს არის ნეტარება. და ამაშია ურიცხვი სიკეთე. და თუ ჩვენ გვინდა რომ სიყვარული უფლისადმი იყოს გულწრფელი, მაშინ უნდა გვიყვარდეს ჩვენი მოყვასიც. როგორც ამბობს უფალი, რომ აი ამ ორ მცნებას ეფუძნება მთელი რჯული და წინასწარ მეტყველნი. ანუ ღვთისადმი სიყვარულს და მოყვასის სიყვარულს. ვისაც ეს ამაშია ყველაზე დიდი სათნოება. და ვისაც უყვარს ღმერთი, ის რა თქმა უნდა არ შეურაცხყოფს თავის მოყვას, არამედ სიკეთეს უკეთებს მას. რადგან ახსოვს მაცხოვრის სიტყვები, რომ რაც გაუკეთეთ ერთ აი ამ ჩემს უმცირეს ძმათაგანს, ის მე გამიკეთეთ. მაშასადამე აი ღვთის სიყვარულთან დაკავშირებულია მოყვასის სიყვარული. და ასეთი ადამიანი ფიქრობს, რომ მოყვასისთვის გაკეთებულ სიკეთეს ღმერთი მიიჩნევს როგორც მისდამი გაკეთებულს. და ამიტომ ასეთი ადამიანი უხვად ავლენს გულმოწყალებას და გლახაკს კი არ ხედავს თავის წინაშე, ვისაც უნდა დაეხმაროს, არამედ იესო ქრისტეს სიდიადეს ხედავს, რომელიც ვიმეორებს ხვისთვის გაკეთებულ სიკეთეს, გვითვლის როგორც მისთვის გაკეთებულ სიკეთეს. და აი ქრისტიანული ცხოვრების მიზანიც ხომ სწორედ ამაშია, რომ არ გაგვინელდეს სიყვარული. და ამისთვის ყოველთვის უნდა ვევედრებოდეთ უფალს და ვცდილობდეთ გავაძლიეროთ ჩვენში სიყვარული ღვთისა, სიყვარული მოყვასისა. თუ გვინდა რომ ჩვენ შევძლოთ ქრისტიანული ცხოვრება და შევასრულოთ ის დიდი მისია, რომელსაც გვაკისრებს ჩვენ სამოციქულო მემკვიდრეობა. აი ძვირფასო ძმებო და დებო, ეს იქნება საუკეთესო პასუხი სამოციქულო ეკლესიის მოწოდებისა, რომელიც განსაკუთრებით ძლიერად ისმის დღეს, როცა ჩვენ აღვასრულებთ 12 მოციქულის ხსენებას. მე მინდა განსაკუთრებით დღეს დიდი სიყვარულით მიულოცო დღევანდელი დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს, რომლის მოღვაწეობაც არის ნათელი დასტური იმისა, რომ საქართველოში სამოციქულო მემკვიდრეობა გრძელდება. ვუსურვო მას ჯანმრთელობა, ღეგრძელობა და მადლობა ვუთხრა მისი დიდი ღვაწლისთვის, რომელსაც იგი ჭეშმარიტად სამოციქულო მოშურნეობით აღასრულებს. კიდევ ერთხელ გილოცავ ძვირფასო ძმებო და დებო, 12 მოციქულის ხსენებას, სვეტი ცხოვრობას ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, გაგახაროთ, მოციქულთა ლოცვით, სვეტი ცხოვრის საუფლო კვართის და წმინდა სვეტი ცხოვრის მადლით ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო. ამინ. დღეს ჩვენთან ბრძანდება სამხელმოქმედო ორგანიზაციის გზა უფლისაკენ ხელმძღვანელი ბატონი ოთარ ხონელი. ამ ორგანიზაციას დღევანდელ დღეს შეუსრულდა 25 წელი და მინდა დაგლოცოთ, მოგილოცოთ თქვენმა ორგანიზაციამ ძალიან ბევრი სამხელმოქმედო საქმე აღასრულა აი ამ 25 წელიწადში და ღვთის შეწევნა გქონდეთ აი ამ საღვთო საქმეში და კიდევ მრავალი სიკეთე გაგეკეთებინოთ ჩვენი ქვეყნისთვის და ეკლესიისთვის. ჩვენთან არის ღმერთი.